დიდი ქართველის საზოგადო მოღვაწისა და პოეტის გმირი მარო მაყაშვილის მამის საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარის კოტე მაყაშვილის 150 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას პარლამენტის რუსთაველის დარბაზში უმასპინძლეს და მას მწერლები, საზოგადო მოღვაწეები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საიუბილეო ალბომი, რომელიც გამოიცა კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის თანადგომით. კოტე მაყაშვილს მისი თანამედროვეები უწოდებდნენ ქართული სიტყვის სინდის და ასეთი სახელი უბრალოდ არ ხდება. ეს იყო კაცი, რომელსაც დღენიადაკ სამშობლოზე ფიქრი არ ასვენებდა. მან უამრავი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დააარსა საქართველოში, მათ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო ესა თუ ქართველ ხელოვანთა დახმარების ფონდი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გვახსოვდეს და კარგად ვიცნობდეთ ჩვენი მამულიშვილების, ჩვენი დიდი ერის ადამიანების ცხოვრებას, მოღვაწეობას და მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ ამ ადამიანების შესახებ. მადლიერება გამოვხატოთ და ყოველთვის გქონდეს ხსოვნა და პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ.